გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაშის რა სად როდის 27 საგაზაფხულო სერიის ფინალური ტური გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობდა, მუკუზნის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის მიერ დაწესებული საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ინტელექტუალური თამაშები ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდების განვითარებისთვის და მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში მონაწილეობა და რა თქმა უნდა ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულ გუნდს, სოფელ სკოლას. დღეს მუკუზანი გახდა გამარჯვებული, მუკუზანის სკოლის გუნდი, რომელმაც საკმაოდ კარგი და დამსახურებული წარმატება მოიპოვა თამაშებში. ასევე ყველა მონაწილეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და ვინც არ მონაწილეობდა, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ ასეთ საინტერესო შეჯიბრებებში, თამაშებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი განვითარებისთვის და სამომავლო წინსვლისთვის. საკმაოდ საინტერესო ფინალი გამოვიდა, ძალიან ისეთი უპროგნოზო თამაში იყო, საკმაოდ დაძაბულიც და საინტერესოც. გამარჯვებულიც ღირსეულია, ეს არის მუკუზანის საჯარო სკოლა, რომელმაც გურჯაანის ინტელექტ კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხა ჩემპიონობა. საინტერესო კითხვები იყო, გუნდებიც საკმაოდ ძლიერები და ესეთ 27 სასკოლო ჩემპიონატმა გამოავლინა როგორც ჩემპიონი, ასევე პრიზიორი სკოლები და საუკეთესო მოაზროვნე. ვილოცავ ყველა მონაწილეს, მოთამაშეს და რა თქმა უნდა პრიზიორ სამეულს აქვე მადლობას ვეტყვი თამაშის ორგანიზატორებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, კულტურის სამსახურს, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს. სასკოლო სერია გაგრძელდება შემოდგომით, უკვე ახალი სასწავლო წლიდან, მანამდე კი ჩვენს კლუბში იქნება სხვა საინტერესო ერთდღიანი თემატური თამაშები, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რთული სერია გამოდგა, თუმცა ჩვენმა გუნდმა კარგად იმზოლა და მოახერხა, რომ გაგვიმარჯვებინა.